მოგესალმებით ქართული ტელევიზიის ეთერიდან. თქვენ უცქერთ გადაცემას ცოდნის სკივრი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მანენა აფაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ნახვის სურვილის შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. მინდა წარმოვადგინო ჩვენი სტუმარი. არ ვიცი ახლა 1-10 წუთი რეგალიებისთვის დამჭირდება და ამიტომ უსაზღვროდ მადლობელი ვარ რომ მობრძანდა მიუხედავად იმისა რომ საოცრად დეფიციტია ყოველთვის იმისა დროისა და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას რომ გამონახა დრო და მობრძანდა ჩემს მაყურებელთან შესახვედრად. ეს გახლავთ ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია, მაგრამ ჩამოვთვლი ახლა რეგალიებს ფოტოხელოვანის გარეშე კიდევ ვინ ბრძანდება. ეს არის ოქროს ფრთის ლაურეატი, მწერალი, ჟურნალისტი, დიპლომატი, საპატიო თბილისელი. განსხვავებულია საპატიო ლანჩხუთელი არ დაგავიწყდე. ხო, ეგ დამა. სანამ მეც მივესალმებოდე ჩვენს მაყურებლებს. საპატიო ლანჩხუთელი. ეს ყველაზე დიდი პატივია და რატო? იქ ყველას იუმორის გრძნობა აქვს და იქ რო გამოგარჩევენ ბატონო ბადრი. ეს მართლა ღირებული ის არის. ხო, ეს მოგახსენეთ უკვე და ეხლა მე მინდა ბატონ ბადრი ვადაჭკორიას ვთხოვო დამეხმაროს იმაში, რომ მაყურებელს ბადრი ვადაჭკორია კამერის გარეშე გავაცნოთ. გადმასი არ არის კამერა მაინც მაქვს ამოღებული, მაგრამ ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აკარჩა. კულისებშია. კარგით. ბატონო ბადრი, პირველი შეკითხვა მაქვს ესეთი. როგორი ბავშვი იყო ბადრი ვადაჭკორია? გადასარევი ბავშვი იყო. გოროლი, უკვე გოროლი. როგორი ბავშვი იყო? რაზე უცბად სამკითხვას მოგაწოდებთ და როგორი ბავშვი იყო? რაზე ოცნებობდა და როდის გაჩნდა კამერა მის ცხოვრებაში? ამაზე მიპასუხე და მე გადავალ სხვა. მაშინ დავამთავრე. არა, ბატონო. ნორმალური ბავშვი იყო. ასე კაი ყველა გურული. ხოდა მოცნებობდი წარმოედგინე მინდოდა ან კინორეჟისორი გამოსულიყავი. მაშინ სიკოდოლიძემ გადაიღო გურიაში ფილმი შემოსავლობის პერიოდს გეუბნებით შეხვედრა წარსულთან. გავიცანი სულ იქ ლეილა ბაშიძე, თვითონ სიკოდოლიძე, ავცი ხო რა თვითონ დიდი მსახიობი, ძალიან დიდი მსახიობი, იპოლიტეციკი ყოხია და საოცრება პიროვნება. ძალიან საინტერესო, მაშინ გამიჩნდა სურვილი რა თქმა უნდა, ყველა ბავშვის ოცნება შეიძლება იყოს, ვისაც ცოტა გონება უჭირს. რასაკვირველია. საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ან და რეჟისორი ამ რაშიც ეჭვი შემეპარა. ვერ ვიცი, თორდა ჟურნალისტი იყო ჩემთვის. ოცნების ზღვარი მომენტში და სადღაც მე-6 კლასში მოვკარი ფოტოაპარატს თვალი. მეზობლის ბავშვმა გადამიღო, ის ისეთი იყო, მეც მომცეს ნელა დამეჭირა ხელში პატარა 11 ლარიანი მანეთიანი სმენა. და პრინციპში დამაინტერესა მე რომ როგორ ჩდებოდა თეთრ ქაღალდზე უცბად გამოსახულებები და მე ისე რაც თორია სერიოზულად. ალბათ ის გარეშე გურამ თიკანაძის გამომოვკიდე ხელი. რა თქმა უნდა გურამი დიდი ჩემზე უფროსი იყო, პირადად არ შევხვედრიო რაც ის, მაგრამ ეს იყო ჩემთვის მისაბაძი ადამიანი, რომელიც იმავდროულად წერდა კიდეც ფოტოებს იღებდა ფანტასტიკურ პერიოდისთვის. თანსული როგორი სიმპათიური ბიჭი და ძალიან ეხლაც ხშირად მომბობ ხოლმე რომ მისი დაღუპვის შემდეგ
მიუძღვნა მურმანლებანიძემ საოცარი ლექსი, რომელსაც აი ახლა ზებირად ვიცი და ცრემლის გარეშე შეუძლებელია გაიხსენო ეს იმდენად ისაა. და ასე იყო რა, ეს იყო ძირითადი ინსპირაცია ჩემი. დიახ, ეგ გავიგე უკვე ხედავთ სამ კითხვაზე როგორ უცბად იმას აკენით გავეცეთ პასუხი. და შემდეგ, ესე იგი, ეს შეკითხვა უკვე გამოსატოვებელია თავისთავად და რატომ? იმიტომ რომ აქ არის ასეთი რამ, ხართ ის ვინც გინდოდათ ყოფილიყავით და აქედან გამომდინარე ხართ. საერთოდ უბლის ნებას ვარ მინდობილი, ჩემდაუნებურად და ყველაფერი გაცილებით უკეთესად გამოდის ჩემ ცხოვრებაში, ვიდრე მე კი არა ვარ ძალიან ესეთი მამორწმუნე და ესეთი კი არა ვარ, მაგრამ ვცდილობ ვიცხოვრო წესიერად რა. აი იმ 10 მცნებიდან 8-ს მაინც ვიცა. ხო, ეს დიდი განაცხადია. ერში მაცხოვრებელისთვის და ბერში მაცხოვრებელისთვის. ბატონ პატრი, თქვენი აღქმული, თქვენი ყველაზე ღირებული თვისება რა არის, რაც აი თქვენ თვითონაც ძალიან მოგწონთ? რა ტოლერანტობა არის ერთი შეიძლება ბევრი რაღაცა არის. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მიყვარს ადამიანები. საერთოდ სიყვარულით ვარ გაძეძგილი რო იტყვია რა. ეგ უფლისად შუქარია. ეგ თვისება. რა თქმა უნდა. მე რა თქმა უნდა პოლიტიკურად მაგ ჩემი ისა მიღებული რომელსაც არც იმას რაც თავად ჩემ ქვეყანას არასდროს არ უღალატებ და მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ქვეყნისთვის მაგ შეწირული. და ასეც იქნება. და ჯერ კიდე რამდენი დამჭა ვინ იცის. ასე ხო, რა თქმა უნდა, მე თუმეტეს თუ პატრიარქის ლოცვას მივადევნებთ როგორც დამლოცა, დამჭა ახლა 41 წელი. წინ, ხო? კი, 41 წელი და 350 დღე დაახლოებით. ისე თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება დაგიმატონ კიდეც. ისა, ბატონ პატრი, რა ფერია ბადრი ბადაჭკორიას სამყარო? ფერადია, რა თქმა უნდა. ფერადი, თბილი, ძალიან. მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ამას ყველა გძნობს ალბათ. და მათ შორის ჩვენი პირველი შეხვედრიდან უკვე დღეს მეგობრები ვართ. კი ბატონო, გეთანხმებით. ოდნავადაც სამყარო, ჩემგან უღრმესი პატივისცემა მინდა დავადასტურო კიდე ერთხელ და მრავალგზის. უღრმესი მადლობა თქვენი აზრით ჩემთვის. ვცდილობ რომ გავუგო ყველას. დიახ. მაგრამ არის რაღაცები რომელსაც ვერაფრით ვერ გავიგებ. არის. არის მესმის მაგრამ კარგს ვერ გავიგებ ვერაფერი. ეგეთი ვარიანტია მხოლოდ არა ქალზე. კარგით. როგორია ბუნების ხმა თქვენთვის და საუბრობთ თუ არა ბუნებასთან? და აქვე ფლორა თუ ფაუნა? ერთის და მეორეც. ორივე თანაბრად? თანაბრად რა თქმა უნდა. გუშინ ვიყავი არწივებზე სანადიროდ. რას ამბობთ? ის რომ მითხარით რომ ის არ ვიქნებით იმაში. ხო. და რა ქენით მერე? გადასარევია და ნახეთ ჩემი გვერდი. თუ ხალვე დავტე. მართლა? კი, არწივები რა არის? იცი ეს არის ველის არწივი, პატარები, იგივე ჭაობის არწივი რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ასე და ძალიან საინტერესოა, საერთოდ ამის ნახვა აუცილებელიც არის, მაგრამ სხვა ვერ ნახავს, ამას იქ არავის არ მიუშვებენ. ისე იმის გამო რომ უფრთხილდებიან ამ ისინი არის 5 მშობლები და 5 ახსაზრდელი, ძნელად ახსაზრდელი ხუმრობ რა თქმა უნდა. აი ნახეთ ერთი შეხედეთ ეგ არის პატარა როგორ გული მწყდება ახლა რომ ჩვენი მაყურებელი ამას ვერ ხედავს მაგრამ იმედია უკვე გააძლიერებენ აპარატურას და ხო რაღაც იქნა გამოგიზავნით მე და შეგიძლიათ კონაპლანზე გავუშვათ ეს დიდი მადლობა აუცილებლად და ორი კვირის წინათ ვიყავი და ორი კვირის შემდეგ შეცვლილია როგორ ვერ წარმოედგე რა ეს აი მე რა სილამაზ ბატონო ბადრი ახლა გამიჩნდა ერთი კითხვა რომელიც ალბათ არ მოგეწონებათ რა არ გეცოდებათ ესა რატო? ეს თავის ბუნებაში იზრდება
ყველა პირობა სანადიროთ მითხარით. არა კაც, სანადიროთ მე მაქვს ხედულობაში. ესა გაქვს. ფოტონადირობა ღმერთმა დაიმეფაროს კაც. ვაი, ბადბადი კიდე კარგი რომ აიხსნა ახლა სიტუაცია, თუ რომ გადავირჩევ რას ლაპარაკობ. აი მე როგორ ხო. აი მისი მშობლები აგერ არის 2 კვირის წინ და თვითონ ისინი სუსხანაირები არიან. ეს სუსხანაირად დავინახე, იცით, წეგან ძალიან დავიკუჭე შინაგანად ვიფიქრე როგორ უმასება. ღმერთმა დაგიფაროთ, მართლა გეთანხმები თამაში, დამორთოთ ბატონბადრი. ეხლა ბატონბადრი აი ნახე როგორ თეთრები იყო. და იქ უკვე 2 კვირის შემდეგ ებრძალსებიან მშობლებს. აი მე არ ვთქვი გადასარებია გამორთეთ შიშულდება თუ არა თქვენ კამერასთან ადამიანის სული ანუ ხილული ხდება მისი ბუნება თქვენთან თქვენ კამერასთან როგორ გითხრა ეხლა მე ეს მაზია დამოკიდებული მასე მან შეიძლება ნიღაბი მოირგოს და თქვენ ხსნით თუ არა ნიღაბს მე არ ვცდილობ არავის პირად მასში შევიდეცი პირად გატყობში არა ეს არ არის ჩემი საქმე იმას მაშინ ვხვდები ყველას ხვდები კი რა თქმა უნდა ხო და მაგი გითხარით მე ვინ თამაშობს და ვინ არის აი გითხარით ზუსტად აი შიშულდება თუ არა კამერასთან სული იმისა აი ეს ამ შემთხვევაში ვცდილობ რომ ყველაში რაღაც კარგი დავინახო რასაკვირველია მაგრამ გამომდის კიდეც და მაზეც ზემოქმედებაც გამოდის კარგი ძალიან ყოფილა შემთხვევა რომ გთხოვენ რომ გადაიღოთ და არ მოგინდათ იმ სახის გადაღება ყოფილა ეგეთ შემთხვევა კი როგორ არა ყოფილა ო როგორ არ ყოფილა რომ ძირითადად უსრულებ ყველა სურვილს მაგრამ აი ის ფორმა გააჩნია როგორ გთხოვენ ფორმაც და ბადრი-ბადაჭკორია სულს ხედავს ადამიანისას. იმიტომ რომ თქვენ შეუძლებელია რომ ფსიქოლოგიური ის არ გქონდეთ შინაგანი ფსიქოლოგის ხედვა. იმიტომ რომ რახან იმას ხედავთ შეუძლებელია თქვენ ვერ დაინახოთ ის კარგი სულის მატარებელია თუ არ არის კარგი ადამიანი. მე თანხმობთ ამ შეფასებაში ხო? კარგით გავაგრძელოთ. ეხლა შეჩერდი წამო ეს ყველაზე მეტად ალბათ თქვენ საქმიანობას უხდება იმიტომ რომ თქვენ გაქვთ უამრავი შეჩერებული წამი მაგრამ ყველაზე საუკეთესო წამები თვალებითაა გადაღებული კამერა არ მქონდა იმ დროს და დარჩა როგორ შეწუხდებოდით მაგის გამო ხო ხდება ხო ესე იგი ასე უნდა ყოფილიყო უნდა ყოფილიყო კარგი ახსნა ძალიან ეხლა მინდა გკითხოთ ცხოვრობთ თქვენ თქვენი კომფორტის ზონაში რა არის თქვენი კომფორტი და აქვე ესე იგი მე მინდა ჩერჩილის ნათქვამი გავიხსენოთ ერთად როცა მან თქვა მეო სულ არა ვარ პრეტენზიულიო ძალიან ცოტა მყოფნის მეო ჩემთვისო თავარია საუკეთესო უკაცია ეს ასურველი შედავეთ აფამიდით რა სიტყვის ბატონი ბადრე კი ასე ჯობია კი ბატონი მაგ ჯობია მასე მაგრამ მე ერთი არის რომ მე ვცდილობ ვიცხოვრო ისე როგორც მე თვითონ ძალიან მინდა კარგია მე თვითონ ძალიან მინდა აღმოჩნდება რომ თურმე არც ისე ცუდი ყოფილა ეს რადგანაც ჩემი კარგად ყოფნა არავის ცუდად ყოფნას არ იწევს პირიქით ლოგიკურია კი ბატონო მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სურვილით ვიღებ იმას რაც მე მინდა ვიდეო იქ სადაც მინდა ეგ არის ხო დამოუკიდებელი აბსოლუტურად ყველასგან აღმოჩნდება მე რომ თურმე სწორი გადაწყვეტილება მე ვიღებ სწორად იმიტომ რომ ის მოსწონს ხალხს რომელიც არის ჩემი მეგობარი და ჩემი უწრფელი საქმიანობა გადასარევია ძალიან კარგი არა დიპლომატიურად ვიტყოდი ხშირად უხდება ბადრი-ბადაჭკორიას არა დიპლომატიური საუბარი ძალიან იშვიათად
მაგრამ ყოფილა ხო? რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია ადამიანურზე, იმიტომ რომ თან გურული ვარ დაგავს და თუ არა, მაგის დავიწყება როგორ მაგით იწყება ათვლა. კი, რასაკვირველია, გურის იუმორი არ მოგაკლოს ღმერთმა. ისე უცბად ავფეთქდები, რომ მაგრამ ავფეთქდები როგორც აი ჩემთვის ყოველად მიუღებელია როგორ გითხრა იცი უმადურობა უხეშობა აი ესეთ რაღაცები რომელსაც გამოვყავარ ვიდან წყობინე უხეშობა გამომდინარე მიჩნდება კითხვა ბადრი ვადაჭკორიას რა აღიზიანებს და აქვე რა აღფრთოვანებს ესე იგი ამ ბოლოს შეიძლება კეთილშობილება მოქმედებს ჩემზე ყველაზე მეტად ცრემლებსაც კი იწვევს ჩემში ადამიანების კეთილშობილება რომ ვკითხულობ თუნდაც რაღაცა როცა გავიგებ იმას რომ რაც ჩვეულებრივია ჩვეულებრივი უნდა იყოს ადამიანებს შორის ის ხშირად აი ესეთი ჩემთვის ძალიან გრძნობიარე თემა არის და აღმაშფოთებს რაც თქვი წერანას ეს უხეშობა და როგორ გითხრა ახრობა რა მაპატიეს ისეთი სიტყვა არის რომ მოიცავს აი ესეთ ადამიანებს სწორად გაგიგეთ ძალიან სწორად გაგიგეთ ბატონო ბადრი თუ კი თქვენ აღმოჩნდებით წინასწარ არ იცით მხოლოდ 3 თვით უკაცრიელ კუნძულზე რა ნივთებს მოითხოვდით თუ კი ამის ნება გექნებოდათ და დასაშვები ნორმა 5 იქნებოდა 5 ნივთი მხოლოდ დავიწყოთ ჯასტორი იმ 5 ნივთებში საჭმელ სასველი უნდა შედიოს და საუზელო მიაღწევა არა ბატონო 3 თვის განმავლობაში არა მომოევნას აი რაღაც ყველაფერი იქნება როგორც იტყვიან походу პიესი იყო ხშირად რა მაროდით ამ სიტყვას შესაძერლის სიტუაციის მიხედვით რა თქმა უნდა ეცდებოდი რომ მოვიპოვო და არ დავნებდებოდი იმას მაგრამ ფოტოკამერა აუცილებლად უნდა შედიოდეს ხო და გამიკვირდებოდა თუ კი თქვენ პირველ ნომრად ისეთ ცხოვრებას ხო რა თქმა უნდა თორე ახლა კალამი მომეცით მეთქინ არა იმიტომ რომ ის გონებაში დაილექება იმდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ყველაფერი და ყოველ შემთხვევაში აპარატი აუცილებელია კიდევ თან კარგი აპარატი კი ამაგას შეგისრულებენ ერთი ნივთი აუცილებელი ვთქვით საკვები არა ბატონო საკვები თქვენ უნდა მოიპოვოთ მაგრამ არის იქნება კი იმაზე საკვები იქნება ბატონო თქვენ უნდა მოიპოვოთ თუ უკაცრიელი არა გასაგებია თუ უკაცრიელი და არ ხარობს არაფერი და შეგაწუხებდეთ გამიწურე წყალი შეგაწუხებდათ ეგ ამბავი ხო მაშინ იარაღიც მინდა რომ თავიც დავიცვა ბატონო კოცონის გაჩენის არ გინდათ რომ კოცონი გააჩინოთ რა თქმა უნდა ამიტომ გჭირდებათ არ გადავწვა ტყე არის იქნება ახლა ბუნებაში ჩემი მეგობარი ხარ გაიმედე ცოტა მეტი რაღაცა ამასაკში გინდა დავიწყო ისა იცით რა მომძებნე დროზე ძალიან კარგი პიროვნებაა ერთი ძალიან მიყვარს ლევან ანდრონიკაშვილი კი იცით ხო საზღვრად კარგი პიროვნებაა და მეუბნება იცოდა რომ უნდა მოსულიყო და რაშვები მეთქი ლონდონში იყო და იქიდან რა მანო სარმოუძებნოშენი გადაცემებია და ვუთხარი და მეუბნება შემდეგი საუბრის დროს ისეთი უშუალო საუბრებიაო სალონური შეხვედრები დავარქვათ ისჯობიო და მე ვთქვარ ძალიან მომწონს ეს შეფასება რაც მე დავარქვი მეთქი კარგი ბადრი ვადაჭკორიას მიერ აღქმული ბუნების მუსიკა როგორია აქვს თუ არა ბუნებას მუსიკა სიჩუმესა ყველაზე დიდი მუსიკა და ყველაზე დიდი ხმაური ერთდროულად არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ არის მე ბევრ რამეს ვხედავ
ბუნებაში ისეც, რასაც შეიძლება ისევ ხედავთ. გასაგები. ნუ ანუ ასეც არის, რასაც მე ვხედავ, სხვა შეიძლება ვერ ხედავდე. შეიძლება კი არ ვიცი რომ. იმიტომ ხართ ფოტოხელოვანი. თქვენი საქმის დავდივართ ერთად მაგალითად რამდენიმე კოლეგა ხო? დიახ. მე რასაც ვიღებ ერთნაირად, თითქოს ერთი რამე, მაგრამ არის განსხვავებული რა. ყველა ხედა თავის. რითი ახსნით? დემიკოლოლაძე მეუბნოდა ბიჭო გაგიჩებულ რანაირად ერთად მივდივართ რა ისე ხო შეხედავ იმას ასე წვრილმანებისგან შედგება საერთოდ კი რასაკვირველია მოზაიკაც ავიდარი რა კი გეთანხმებით ბატონო ბადრი რომელი ცხოველის თვალებმა გითხრათ ყველაზე მეტი და თუ კი მეთანხმებით რომ იყო ასეთი რა გითხრათ მაგას ვიტყვი არა გითხრათ არ თქვაო აბა რა თქმა უნდა ყველაზე ლამაზი თვალები და ყველაზე ის ირმებს შვენს კი და როგორ ფიქრობთ რას გეუბნებათ? კი გრძნიათ როდის მე რომ აი საუბრობთ და მყარდა კავშირი. იმდენად წარმოუდგენელია რომ როგორი ადამიანი უნდა იყოს რომ შვენს ირემს ესროლო რაღაც ეს არის საოცრება. ესე იგი თქვენ ყველაზე მეტად მეტყველი თვალები დაინახეთ ირემში. კი, ირემში არის. ირემს და აქვს კიდეც ისეთი გადაღებული. დიახ. აიკა. კი ბატონო. არის ოდრი ქვია ერთი ირემს. უირასამბოში. აი მაშინ რა. აქ ჩვენთან ის რო არის დენდროლოგიური პარკი. იქ არის ირმების ჯოგი ყავთ. რა ჩულებრივები და რომელიც და მათ შორის არის ერთი ოდრი. ერთი არის პატარა დაარქვა დაარქვა ოდრი მართლა ოდრის სავით ის არის საოცარი თველი მოდის გესაუბრებათ გაფერებინებს თავს და პოზირებს კიდეც და არის ჩემს იმაში ჩემს ალბომებში იქიდან წამოხვიდეთ აი ის დადებითი მუხტი თუ არ იყოთ სავსე რა თქმა უნდა იმიტომ მოგწეს 300 წლიანი ცხოვრების ისაუბრება იმიტომ ტერენტის ლექსიდან ფრაგმენტი მინდა მოგაგონოთ აქ ესა ჩემი სევდა ვერ გაიგო კაცმა და გავმართე საუბარი ხესთან ნაცნობი მდგომარეობა არა ხო არა ჩემ თავს უფრო ხშირად ვესაუბრები შეიძლება ითქვას ვიდრე ეს მაგრამ ნუ თავისთავად ცხადია ეს იმდენად დიდი პოეტი იყო რომ მისთვის ეს ჩაოლევრი ამბავი ეს იყო პლუს ის რომ მან ტკივილიც გადმოსცა რომ ადამიანს ვერ გაესაუბრა და წავიდა ხესთან ისაუბრა მე სხვა ვერ გაუგებდა მას და თუ კი ვატყობ რომ ვერ გაიგებს ის იმასთან არც ვცდილობ მასეთ გასაგებია მე მაგალითად რა იყო იცით ბავშვობაში ბევრჯერ მქონია ესეთი მომენტი რომ მდელოა მწვანე რაღაც უსუფთავესი ულამაზესი და დგას ხე განცალკევებით აი ახლოში არსად არ არის გავიქცეოდი იქ დავწვებოდი ამ მდელოზე ხის ქვეშ და იცით რა ძალიან ბევრჯერ გასულ ალბათ დაახლოებით 2 საათიც კი რომ მე მასთან მისაუბრია უხმოდ მისაუბრია იცით და ძალიან კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი დავემშვიდობე და წამოვედი მაგრამ სულ მიწვევდა ისევ სასაუბროთ
ეს პატარა ჩანახატიც მქონდა ამის შესახებ გაკეთებული ჩემთვის. ეს იყო რაღაც საოცარი საუბარი. აღმებეჭდა აი დღეს ახლა, ხო წარმოიდგინეთ სკოლის ასაკში ვაკეთებდი და ისა. რუმი ამბობს რომ სამყაროში არის ხმა, რომელიც არ იყენებს სასაუბროდ სიტყვებს. თქვენი სამყაროა ესა? როგორ? რუმი, ავტორი. ბრძენი ამბობს ამას, რომ სამყაროში არის ხმა, რომელიც არ გამოიყენებს სასაუბროდ სიტყვებს. თქვენეული სამყაროა ესა? შეიძლება ითქვას. შეიძლება ითქვას. კი. მე ვატყობ, რომ არის ეგრე. ეხლა ამჩნევთ თუ არა, რომ თანდათან გვიშინაურდება ხელოვნების მაგივრად გლამური და არანაირი შინაარსი. გვიშინაურდება. ეს დიდი ხანია. დიდი ხანია იგრძელით, ხო? დიდი ხანია არის, ხო? სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ. და ამის აღკვეთა ყოველდღე სურვილი არ აქვს. რო აკვეთო, რა არის თვითონ აი პოლიტიკურმა გავლენებმა მოიტანა ეს ყველაფერი. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. ყველაფერი არის იქედან მოდის. დიახ. პრუსტს კითხეს, პრუსტი. თქვენი საყვარელი საქმიანობაო. მისი პასუხი იყო: მიყვარდეს. როგორ? მიყვარდეს. რა თქმა უნდა. ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა ჩემთვის ეს არის, რომ მიყვარდეს. ეხლა მე ვიცი, რომ თქვენ მთელი გულით და სულით ეთანხმებით. რა თქმა უნდა. არა, ეს დიდებული რამეა. რა თქმა უნდა. ცეკვა სხეულის პოეზიაა. იმეგობრეთ, რომ ამ სხეულის პოეზიასთან გიმეგობრიათ? რა არის ის? ან მეგობრობთ? მეგობრობთ. რა კარგია. აქვე მინდა მოგაგონოთ, მე მყავს მე და ნუ აი მედია რო იყო ახლა აქ ჩვენთან ერთად. მყავს 103 წლის ნათესავი, ცნობილი მეცნიერია ელენე აბაშიძე. და მან მითხრა ერთ დღეს, რომ მარენო, იცი როგორ მრცხვენია ქვემოთ მეზობლებისო? და რატომ მეთქი ხა ვიფიქრე ხა ძალიან ისეთი ქალბატონია. ძალიან ძლიერი მეცნიერი, ამერიკის რამდენი უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვებული და ვიფიქრე ხა რა შვება ესაც რა შვებით, მე ვთხარი ესაც მეთქი და დავკეტავო კარს და ფანჯარასო და ცეკბავო. ეს როცა მითხრა იყო 99 წლის. გესმით? აი ხვდებით რამ განაპირობა მესის სიცოცხლის ხანგრძლივობა? რა თქმა უნდა. ხო, ნუ ეს ძალიან ის არის. ცნობილი მოცეკვავია ერთი, ძალიან მაგარი მოცეკვავია, პინა ბაუში. და ის ამბობს ესეთ რაღაცას. ცეკვა მიყვარს იმიტომო, რომ ლაპარაკი მიჭირსო. ეს იგი ცეკვით გაგმოს. გამოსცემს, კი? რა სიტყვით? ალბათ. გამოიყენებდით იგივეს თქვენ? აი საუბრის დაუშვათ. მე მაინც საუბარი მირჩევნია. გირჩევნიათ. მირჩევნია და ნუ თუ კი მაქვს სურვილი რომ ისაუბრო. სხვა მას ცეკვა სიმღერას რაიმეს არ მოვიშველიებ იმისთვის ჩემი სათქმელი რომ თქვა. შეიძლება იმიტომ რომ არც მაინდა-მაინც ცეკვა და არც მომღერი და არც ისაა. სურვილიც არა გაქვს, სურვილი ხო გექნება. რა საკვირველია, იმიტომ რომ შეუძლებელია რიტმმა სხეული არა ამასაკრას. რა თქმა უნდა. რას მე მასე მიცეკვია? აი ახლა მივედით იმ თემასთან, ახლა კიდევ რაც უნდა გკითხოთ. ბატონო ბადრი, ხართ ულამაზეს სამეჯლისო დარბაზში. და გამოაცხადეს თეთრი ცეკვა.
თეთრი ცეკვა ხა ყველამ ვიცით რომ ნიშნავს იმას რომ ქალი იწევს. აი უცბად ვისთან ვისის სურვებდით რომ მოსულიყო და თქვენთვის ეცეკვა, ამისა ეთხოვა ცეკვა. თქვენ გისურვებდით პირველ რიგში. უღრმესი გიგაბათია მომითხრა ერთჯერ შეთან მიცეკვებდი მანანა უღრმესი მადლობა აშკარად გრძნო მაგას უღრმესი მადლობა რა მეთქმის მადლობის მეტი თქვენ თუ უარს მეტყოდი მაშინ ჩვენი მანანა არა არ დავწყვიტ არ მითხრა არა მივიღებდი დიდი სიამოვნებით მივიღე შევდახდით დიახ არ მაინტერესებს ეხა უყურეთ რა თქვა იგივე პინა ბაუშმა არ მაინტერესებსო თქვა როგორ მოძრაობენ ადამიანებიო მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებსო რა მოძრავებთ მათო ხვდებით ამან აღმოჩენამ როცა ეს იმასაკენ თქვენთვის რომ ამზადებდი მასალას ეს იმდენად მომეწონა ესე იგი პინა ბაუში რახან ვახსენეთ ესე იგი გესმით თქვენ სულ არ მაინტერესებს მე ცეკვის აი რა მოძრავებთ რა ცეკვებთ ცეკვის მიზეზი ხონდა ხვდებით ესე იგი რამოდენა ის არის ამით ნათქვამი რომ ესე იგი ცეკვის მიზეზი თუ არა გაქვს არ გამოგიბა მე თანხმებით კი ერთი გამაშლევინა ხელი და მაცეკვა რაგი სურვილი გამიჩნდა ახლა პირველ მართლა მე რა გიშლით ხელს არაფერი მაგაზე აგვილი რა რასტავარია თქვენ ხომ იმიწვიეთ საცეკვაოთ ჯერ თქვენთან ვიცეკვავ ამით დაიწყებდით მაგრამ ბატონო მე რო აღარ მოგინდა სხვასთან ცეკვა ასეც იქნება აბაშიძესთან იცეკვა დავრჩი აბაშიძის მე ახლა იმასა ჩიბურდანიძეს ახლა ვცეკვე ой კარგი იყო ეხლა ძალიან ლოგიკურად გადავედი ამ კითხვაზე არისტოტელემ გვითხრა რომ ესე იგი ყველა კეთილშობილ ადამიანშიო არისო სიგიჟის რაღაც ელემენტიო სიგიჟის ნუ თავისთავად ხო აი რაში გამოიხატებოდა თქვენი ჩადენილი სიგიჟე სიგიჟები მეტიკა სხვა თუ არაფერი გურულობა თავისთავად განსაზღვრავს სიგიჟებს მამის მიჭი გაქვთ სიგიჟეების ჩადენის კი აჰა გასაგები ალბათ კიდეც აჰა გასაგებია მაგრამ საერთოდ ისეთი მაგრამ აი რითი გამოხატული უფრო მეტად უფრო მძაფრად უფრო აი დღემდე რო შემოგჭათ ესეთი რამე სიგიჟე ჩაგიდენიათ და ჩამიდენია მაგრამ ვერ არ არის სათქმელი კარგით ეხა უყურეთ რა თქვა კოკო შანელმა ხანდაზმულობა არ გვიცავს სიყვარულისგან მაგრამ სიყვარული გვიცავს ხანდაზმულობისაგან ეთანხმებით ორივე ხელით აბსოლუტურად კი რა აბსოლუტურად არის ორივე ეს გამახსენდა გუში მკითხულობდი სოსოები ჭუმბურიძის გადაცარებია დიდებული ლიტერატურა და კარგი კრიტიკოსი და კიდე ჩემი თვითონ მისული დასკვნდა აბსოლუტურია სწორი და აბსოლუტურია სწორი კი სოსოსთან მქონდა შეხვედრა იმაში მეცნიერებათა აკადემიაში გვაქვს სხდომებზე რო დავდივარ ხოლმე იქ ყავდა ისა სწორედ გირჩევთ რომ მოიწვიათ თუ არ გონიათ ისე აბა სხვათა შორის არ ცუდად მოვიქცევი ხა მაგრამ არ გამხსენებია სოსო არის დიდებული ადამიანი ძალიან კარგი მოსაუბრე ძალიან კარგი ადამიანი ძალიან მისი ის იყო აღმოჩენა ნუ ჩემ ფოტოებზე გაგვიკეთებინა ისა ანა კალანდაძის რას ამბობთ ხო ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მე სხვათა შორის ძალიან გამოიწვია ამანის რომ გამოვიდა წიგნი რომელიც არის მაშინვე გახდა დებიცი მაგრამ მაგარი პიროვნებაა ძალიან ცოტა ის იყო გამოვიდა რომ უნდა ყოფილიყო
100 ლექსი ანა კალანდაძის 100 წლის დავთან დაკავშირებით რაც გამოიჩინდა 100 ფოტო. რას ამბობთ? ხო, ასეთი, მაგრამ მე შეიცვალა ეს სიტუაცია და გამოვიდა ანა კალანდაძის 100 ლექსი და ბადრი გადაჭკურიას 200 ფოტო. არა კაცო. ვერ გაიმეტეს ის მეორე, ხო. და მართლაც ისი არის მისმა ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა პირადად მითხრეს მე. გარდა იმისა, მისი ყველაზე ახლობელი ადამიანი, მანამდე სოსოსგანც ვიცოდი, მაგრამ თვითონ მითხრეს შემდეგ, რომ ძნელი დასაჯერებელიო და უბრალოდ განსაზღვრია, რომ ლექსი გაჩნდა პირველად თუ ეს ფოტოებიო. წარმოგიდგენიათ, იმდენად შეთანხმებული იყო, ხო? იმდენად ის არის და კარგი არ არის, თუ და ხო აკეთებთ იმაზე. გალაქტიონზე, შემდეგ ალბათ. რა კარგი ჩანაფიქრია. კი. ბევრი გვაქვს ჩანაფიქრი, ოღონდ ჯერ ჩემ იმას ძირითადს მოვჭი. დიახ, ძალიან საქართველო. ძალიან კარგი. ოთარ ჭილაძემ ძალიან მიყვარს ოთარ ჭილაძის პოეზია, ძალიან და ერთი პატარა ფრაზა ამოვიწერე. მაგრამ რაც შენ დასასრული გგონია, შეიძლება დასაწყისი აღმოჩნდეს. რამოდენა პესნის არის ოპტიმიზმი და რამოდენა ამის რაღაცა საოცრებაა. ძალიან კარგი ის არის. ეხლა უყურეთ რემარკი. ჩემი საყვარელი წერანი. დიახ. ეხლა სიყვარულისთვისო ყველა ახალგაზრდაო. გაბედეთ და შეედავეთ. არა გაქვთ სურვილი, ხო სწორია? სრული ჭეშმარიტება. შევედავები ისე ჭეშმარიტებას. სრული ჭეშმარიტება. ნუ ესე იგი საოცარი ისინი იყვნენ. ხო და აი ეს ნახეთ ცხოვრება მეტისმეტად ხანგრძლივიაო, ეს ცოტა ცელქივის აქვს ახსნა. ცხოვრება მეტისმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვისო. არ ყოფნის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არ ყოფნის ბატონო, არ ყოფნის. ყველაფერს აქვს დასაწყისი მერე მიდის და ყოველ შემთხვევაში ჩემ ცხოვრებაში ყოფილა რამდენიმე სიყვარული. ხო, ძალიან ბევრი მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ-ორ გვერდზე დამეტევა. მაგრამ რას ამბობთ ბატონო? მაგრამ რა არის იცი, როდესაც დავცილდებოდით. დიახ. ჩვენ რჩებოდით უახლოეს მეგობრებად. ასეც არის. ეხლაც ვაგზავნა. არა და არა, სტენდალმა რა თქვა? ქალსა და კაცს შორის არავითარი მეგობრობა არ შეიძლება და მით უმეტეს თუ ერთი წუთით მაინც მის მიმართ გრძნობა ჰქონდაო და ეხლა დამთეთ ბატონო ბადრი, მისლება რომ სტენდალს დაუჯეროთ უფრო მეტად. მაგრამ ჩემი საქმე მე უფრო კარგად იცვიცი ვიდრე სტენდალმა. და ქონიათ ეგეთი ისა შემთხვევა. კი, გაცირებულა. ხო, ხშირად დაობენ და მე წინა გადაცემაშიც თუ იმის წინ აღვნიშნე ის რომ კი არ აღვნიშნე ვიკითხე რა თქვენი აზრით მეთქი რამდენჯერ შეიძლება ადამიანს შეუყვარდეს აი თქვენი პასუხი მაინტერესებს ეს ნელისთან ვიკითხე კობიაშვილთან და ნელი მითხრა ბატონო რამდენჯერაც შემიყვარდება იმდენჯერ რა სიტყვით თქვენ აბსოლუტურად ნელის როგორ ვარ დავერთა ხო როგორ და როგორ გინდათ მე შეხვდეთ ნელის ნაირი გოგო როგორ არ უნდა შეგიყვარდეს ხო ეგეც არის პასუხი იყო დიდებული კი მაგრამ რა არის იცი არ უნდა მოიქცე დაბლად არა აი ვულგარულობისგან თავისუფალი უნდა იყოს და სისუფთავე უნდა იყოს ხო არ უნდა ატკინო გული იმდენად რომ ნუ თან ჩემმა მეგობარმა ძალიან ისეთ ყველაფერი ქალაქი იცნობს ახლა იმას და ვერაფრით ვერ ვიტყვი მე რომც მითხრას თქვი ჩემზე არ ვიტყვი ბატონო მთელი ქალაქი იცნობს და იმიტომ მარინო თუ მეო ცნობილი ის არის თუ მე ვინმე არ მიყვარს ეს ერთი და იგივე არასოდეს არიები თუ მე ვინმე არ მიყვარს ვერანაირ საქმეს ვერ ვაკეთებო მე ვთქვა რა ქვია ხო შენ გწევს თუ ხვდები მეთქი ხო რაც გინდა ქვიოდესო ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა უყვარდეს ვინმე ან რაიმე
აუცილებლად გეთანხმებით. სიყვარული არის ჩემთვის მამოძრავებელი, ისა ჩემი პერპეტუმ მობილე. აი კარგი ახსნა. და ბოლოს უკვე დრო აღარა გვაქვს ბროდსკის კითხეს. რა არის სიყვარულიო? და იქ აღწერილია, იცით რომ აი როცა ეს კითხეს, ხო, გამოხატა ძალიან ემოციურად, გაშალა ხელები, წამოხტა და ისა. ეს არის მარტოობასთან დამშვიდობებაო. მოუწონეთ? მომეწონა, კი, ეგ არის. ეგ არის. კი. ნუ მაგ არის თვლება რა თქმა უნდა მეგობრების და ემბიასთან ურთიერთობა, რომ შეიძლება მარტო კაცი იყო მუდამ რა. ატოსული იყო და აი როდესაც შეყვარებული ხარ და მე თუმეტეს თუ კი მოხდა სასწაული და მასაც უყვარ ხარ, თუმცა მაგის გარეშეც თავარია შენ გიყვარს ამ გრძნობას. რა ურჩევნია ბადრე ბალაჭკორიას? გიყვარდეთ თუ უყვარდეთ? მიყვარდეს. კი ბატონო. და დავამთავროთ ბუნებით დავიწყეთ და ბუნებით დავამთავროთ. ტონინო გუერას ნათქვამი მინდა მოგაგონოთ. ხიბლავს ბუნების შექმნილი ყველაფერი ბუნების შექმნილია, მაგრამ ამ წუთში ვლაპარაკობ მეო წვიმა და თოვლზეო. ეს სპექტაკლიაო ბუნებისო. და ამ დროს ესე იგი აინტერესებდა მას რას გრძნობთ ამ სპექტაკლის ცქერისას, ან წვიმს, ან თოვს. გიყვარს საერთოდ წვიმა? მე ძალიან მიყვარს. ფანჯრიდან როცა უყურებ კი თავზე რომ გექცევა. არა, გაზაფხულის შაპუნა წვიმა, გარეთ თუ მოხდებით. გიყვართ? მიყვარს. აი დავამთავრეთ ამით. ბუნებასთან შეხებით, ბუნებასთან დიდი მადლობა. ბატონო, ისევ გავიმეორებ ამას, რომ თქვენი დაკავებულობის ხარისხიდან გამომდინარე, რომ ესე იგი აი ესე ძალიან იმათ ღიად შემეხმიანეთ და ღიად იმას აკეთეთ, გამხატეთ მზადყოფნა ჩემ მაყურებელთან შესაძლებლად. რომ მაშინო გამიშთა თქვენს მიმართ ძალიან თბილი და ძალიან ისე პატივისცემით გაძეცგილი დამოკიდებული. უღრმესი მადლობა. იმსახურებთ ამ სიყვარულს და უღრმესი მადლობა ბატონ ბადრი, ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი შეფასება და მით უმეტეს ჯუმბერ კოპალიანმაც ჩამიტარა კიდევ. ჯუმბერი საოცარი კაცია. აი მე, ესე იგი როგორ გამათბო ხო არ იცით, როგორ ველოდები შენ გადაცემებსო მეუბნება და გეხვეწები, ჩამოდი ჩემამდეო დვანისში, გეხვეწები თქვენ როგორ მეგობრო, ძალიან თბილი და როგორ შეიძლება მასთან არის მეგობრო და ისა. ხო და ასე გააგრძელეო. ასე რომ უღრმესი მადლობა ამ სიტყვის გამოხატვისთვის ბატონ ჯუმბერს აქედან მოვახსენებ, იმიტომ რომ თურმე ჩასაფრებულია ჩემ გადაცემებზე და თქვენ კიდევ ბატონ ბადრი არ შემიძლია რომ უსაზღვრო დიდი მადლობა არ მოგახსენოთ. გემშვიდობებით. მეც გემშვიდობებით, მაგრამ იმედი მაქვს რომ დაასრულეთ. რა თქმა უნდა შევხვდებით. ამ სტუდიაში ცოტა უფრო კეთილმოწყობილ ტექნიკურად, იმიტომ იმსახურებს. რასაკვირველია. და ისევ მანანა აბაშიძესთან ერთად. მანანა აბაშიძესთან ერთად ცეკვას რო დავამთავროთ მე. ისე ვიცეკვეთ კარგად. უღრმესი მადლობა. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ჩვენ შევხვდებით ხუთშაბათს. დიდი მადლობა. საღამოს 10 საათზე.